ბიძიებო, ჯერ ნუ გამომღადრავთ. ვიწყდი რა. მადლობთ. საღამოს 11 საათზე გთავაზობთ ირაკლის აღინაზის ძილის პირულს. მამა, რა ტკინდა ნაჯახი? გაციუდებოდა საზამთრო ამოიღეთ კაც უკუბოდა გვამი არ გავიტანოთ აყროვდა შენ ფილტვი და ითამაშე გამარჯობათ. დღეს მოგიყვებით ზღაპარს 9 თვალა მზე. იყო და არა იყო რა, იყო ერთი 9 თვალა მზე. მზე თავისთავად როგორც მოგეხსენებათ ერთია და სწორედ ის ერთი მზე იყო 9 თვალა. ასე მას იმიტომ ეძახდნენ. ერთხელ მზე ამოვიდა და არემარე გაანა. ზოგიერთ ეგონა დენი მოვიდაო და მთავრობას მადლობა გადაუხადა. მთავრობამ შეიფერა და გათამამდა. მზეს კი საშინლად ეწყინა და ჩავიდა. მზის ამ საქციელს მოყვა გათამამებული მთავრობის მისამართით გაგზავნილი გინებების კორიანტები. მთავრობამ გადაწყვიტა დაესაჯა მზე და მას ამბოსვლა აუკრძალა. მზემ მთავრობის სასჯელი არასამართლიანად მიიჩნია და მაინც ამოვიდა. მთავრობამ მზეს შავი ნაჭერი ააფარა და დედამიწაზე კვლავ სიბნელემ დაისადგურა. მზემ გადაწყვიტა სამაგიერო გადაეხადა მთავრობისთვის და მთავრობის წევრებს დაარტყა. მზის დარტყმა რამოდენიმე მინისტრმა ვერ გადაიტანა და მოკვდა. მკვდარი მინისტრები ძაღლებმა შეჭამეს, რადგან ყველა მათგან სახლში ძაღლი ჰყავდა. ამ ძაღლებს თავიანთი პატრონები არ უყვარდათ და მკვდარი დაიგულეს თუ არა შეჭამეს. მზის შურისძიებამ შეაშინა გადარჩენილი მინისტრები და მათ შავი ნაჭერი ციდან ჩამოხსნეს. ამით გაიხარა ხალხმა და მთავრობა ისევ შეაქო. ამაზე მთავრობა გათამამდა და ხალხი ციხეში ჩასვლა. მზემ გაიხედ გამოიხედა და ხალხი რომ ვერ დაინახა მთავრობას კითხა, ხალხი სად არის? მთავრობამ ხალხი ციხეშიაო. მზემ მთავრობას უბრძანა სასწრაფოდ გამოუშვით ხალხიო. თვითონ კი სოლარიუმში წავიდა ზაგრის მისაღები. აბა თავის ქვეშ ხო ვერ დაწვებოდა ზაგარი რომ მიეღო. ხალხის ციხიდან განთავისუფლების ამბავმა მზეს სოლარიუმში მიუსწრო. მზემ ამ ამბის დანახვისთანავე სხივები ჩაიცვა და ცას დაუბრუნდა. იქ ამ დროს ადგილი მთვარეს და ვარსკვლავებს დაეკავებინათ და ნივთიერებათა ცვლის დარღვევას მკურნალობდნენ. მზე რომ დაინახეს წავიდნენ. მზემ მათი წასვლა ცუდ ნიშნად აღიქვა და ღმერთი იწამა. ამის შემდეგ მან განაგრძო ის პოეზიის საღამო, რომელიც ჯერ კიდევ შარშან დაიწყო. თან ფიქრობდა, კაცმა თუ შენით არ მიხედე ყველაფერს და ყურადღება არ მიაქციე, ყველაფერი თავდაყირა დადგება. ან ხალხს ჩასვამენ ციხეში, ანაც შენს ადგილს დაიკავებენ, ან რა ვიცი 1000 სხვა რამ შეიძლება მოხდესო. ესე იგი 9 თვალი და 9 ყური უნდა გამოიბაო, წუწუნებდა მზე. ეს ნათქვამი გაიგონა კაცმა, რომელსაც ძალიან უყვარდა სხვებისთვის ზედმეტსახელების მოგონება. და მზეს მაშინვე 9 ყურა შეარქვა. ხალხი არასდროს იწონებდა ამ კაცის მიერ შერქმეულ ზედმეტსახელებს და ამიტომ ეს კაცი სიკვდილით დასაჯა. ხოლო მისი ხსოვნის საპატივცემულოდ მზეს 9 თვალა დაარქვა. 9 თვალა მზემ შეიფერა ზედმეტსახელი და ხალხს მადლობა გადაუხადა. მაგრამ მერე დაფიქრდა, რაღაც არ მოეწონა და თუ გინებით ჩავიდა ჰორიზონტს მიღმა.